Present perfect. არც იყო სრული დრო. ეს ვისაუბრებთ დროზე, რომელიც ყველაზე ძნელია მასწავლებლისთვის, ასახსნელად ქართველი მასწავლებლისთვის და ყველაზე ძნელია სტუდენტისთვის გასაგებად ინგლისურ გრამატიკაში. ჩვენი ამოსtildeებით. და რა, იმიტომ რომ ასეთი დრო present perfect ქართულში ზუსტად რომ გადმოდიოდეს არ გვაქვს. უკვე სათავშივე ჩანს, აწმყოს არის და დასრულებულიც არის. თუ აწმყოა დასრულებული როგორ შეიძლება იყოს დრო, ხო? We can see a little bit of discrepancy here, even in the title of this test, because if something is present, it cannot be completed. So, let us see what we are dealing here with. I've studied English. Can I go out with my friends? Can I go out? I've studied English many times at many different language schools, for example, and I've studied English for all my life. Still, I cannot speak Polish because I've studied English for all my life. Let's try to translate these three sentences. I studied English. Can I go out? რა სიტუაციაში შეიძლება გავიგოთ ასეთ წერილება? ინგლისური ვისწავლე. შეიძლება გავიგეთ, შეიძლება მეგობრებთან ერთად წავიდე. უკვე ვისწავლე ინგლისური. მე მაგას საშინაო დავალება დავწერე ინგლისურის, მოდი რა წავალ ბავშვებთან ერთად, ხო? I studied English. Can I go out? Kind of, I've done my homework in English. Can I go out with my friends? ახეთ ვისწავლე. ჩვეულებრივი წარსულის ზნარი ქართულში. ვისწავლე. Second sentence. I've studied English many times. ინგლისური ბევრჯერ მისწავლია. როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება, იმდენ სკოლაში მისწავლია ინგლისური. I've studied English many times. ბევრჯერ მისწავლია ინგლისური. ბევრ ცენტრში მისწავლია ინგლისური. მისწავლია. მისწავლია. And the third sentence. I've studied English for all my life. ინგლისურს ვსწავლობ მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება ინგლისურს ვსწავლობ. პირველ წელთაღრიცხვაში გადაითარგმნა როგორც წარსულის დრო, წარსულის ზნა. მეორე წელთაღრიცხვაში გადაითარგმნა მისწავლია როგორც ქართული თურმეობითი მისწავლია და მესამეში გადაითარგმნა ვსწავლობ როგორც აწმყო დროის ზნა. სხვათა შორის, ერთადერთი, როცა present perfect-ი ზუსტად მიყვება ქართული ვარიანტს, ეს არის მისწავლია, როცა თურმეობითია. ანუ ინგლისური present perfect-ი ქართულს ამთხოვ მხოლოდ აი ამ თურმეობითის ჭრილში, სადაც რეალურად შეიძლება სტუდენტს აუხსნათ, მისწავლია, ნახეთ, აი present perfect-ი გვაქვს, მაგრამ დანარჩენ ასპექტებში ინგლისური present perfect-ი იმდენად განსხვავდება ქართული დროთა სისტემისგან, რომ ვამბობთ, რომ ეს დრო ქართულში Some people might argue that it is not a very accurate use of the language or use of grammar. Present perfect continuous I've been studying English, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის და მთელი აი ამ დროის საილუსტრაციო ძალიან კარგი მაგალითია. So, გამიგის რომ ქართულში სამი სხვადასხვა დრო შეესატყვისება ინგლისურ present perfect-ს. თუ ასე რა, შეუძლებელია ლოგიკური კავშირის პოვნა ქართულ და ინგლისურ present perfect-ს შორის. რა ქნას ამ სტუდენტმა? თუ კი ამას ვერ გაიგებს ლოგიკურად ქართული სტუდენტი, იმიტომ ჩვენს დროში, ჩვენს გრამატიკაში ასეთი გრამატიკული დრო არ გვაქვს. როგორ ვასწავლეთ? ვასწავლეთ გარეგნული ნიშნები. ჩვენ დღეს გასწავლეთ რამდენიმე გარეგნულ ნიშანს, როგორ უნდა გამოვიცნოთ, დიანდება present perfect-ია თუ past simple or present, for example, yeah? რა არის ესეთი გარეგნული ნიშნები? პირველი უნივერსალური წესი, როცა ვიყენებ present perfect-ს არის ასეთი.
Action is finished, but time is not finished. Okay, usually with the words today, this week, this month, etc. Okay? I've seen my friends this week. I'm good at showing the goals. We are just for washing the bucket of show. Holding over the end of the this week, I guess, through the end of the bashir, and it's not so present perfect. Meoret and see. როცა მითითება დროზე აქვს. ვამბობ ზიანდადებას ზიანდადებას არც უბრალოდ მაგრამ არ ვამბობთ როდის. No time reference. მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის მითითება დროზე, საერთოდ არანაირი დროის მიზეზს არ ვამბობ, ეს არის present perfect. მაგალითად, I've worked and lived abroad. საზღვარგარეთ მიცხოვრია და მიმუშავია. ეს შეიძლება ჩავშალოთ ორ ქვეპუნქტად. აი, როდი შეიძლება თქვა ზიანდადება, ისე რომ დროზე მითითება არ გავაკეთო. Პირველი, life experience. From I worked and lived abroad, მიცხოვრია და მიმუშავია საზღვარგარეთ იგივე ზიანდადება, ხო? აქ არ არის საჭირო თქვათ, ან შეიძლება ვამბობ, რომ ეს როდის ხდებოდა, თქვათ, რომ მოწელს ხდებოდა, ხო? მეორე სიტუაცია. როცა ვამბობ ზიანდადებას, ზიანდადება არის წარსულში, მაგრამ არ ვამბობ როდის მოხდა ეს, როცა ვაწვდით ახალ ამბავს. I bought a car. He's got married. Tom has had an accident. Tom has had an accident. When we give the news, we usually prefer not to say when, and that's why this is present perfect. Mesame situația when we prefer to use the present perfect is with some time adverbs. Არის რამდენიმე დროის მიზეზა. I am doing the time will be the present perfect. No, perfectly present perfect. Sruli droebi. Aseti zmizedebia. Drois mizedebi. Ever? Never. Have you ever been abroad? No, I've never been abroad. I've never been in that country, for example. Yeah. Holodini dobroma. Ever? Then never drois mizedebia. Shebudzia artsukikoti. And the bonachos perfect. Already. My lesson has already started. Yet. The lesson hasn't started yet. Recently. I haven't been able to sleep well recently. Okay? Since 4. I've lived here since last year. I've been here for 2 hours. Again, as a situation, the present perfect continues. I've been living in the city since last year or for 1 year. Okay? Then the druis period is for just. He's just come. Okay? The lesson has just finished. I guess I'm universal retracing where the use of the present perfect tense can fit perfectly. Okay? No შეიძლება რომ რაღაცას ლოგიკას ჩავწვდეთ პირველივე გაკვეთილიდან. ძალიან გამიჭირდებათ. ლოგიკა და გაგება პრაქტიკასთან ერთად დგება. როცა ბევრჯერ გამოიყენებთ, ბევრჯერ მოისმენთ present perfect-ს რეალურ სიტუაციაში. მანამდე თუ გინდათ რომ სწორად გამოიყენოთ, ან ტესტი დაწეროთ, კარგად და საშინაო დავალება, მიუხვეთ აი ამ გარეგნულ ნიშნებს, როგორც ჩვენ ამას ვეძახით ხოლმე, როგორც წესი 99% შემთხვევებში აი ეს ამართლებს და present perfect სწორად იყენებ. აი ამ გარეგნული ნიშნების გათვალისწინებით. ერთი პატარა რჩევა უნდა გავცეთ present perfect-ის გამოყენებასთან დაკავშირებით. Whenever we use the present perfect, we always prefer to use the contraction. Present perfect-ის გამოყენებისას ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ შეკვეცილი ფორმა. არ თქვათ I have never been there. I've never been there. არ თქვათ he has just come as a sample. He's just come. Okay? შეკვეცილი ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.
უარყოფაში, it's okay. I haven't done my homework yet. I haven't done my homework yet. ბევრად უკეთესია, ვიდრე I have not done my homework yet. Okay? და ბოლოს რითიც უნდა დავაჯამოთ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რაც დაგვეხმარება, რომ შეცდომები არ ვერიდოთ, როცა საქმე present perfect-ს ეხება, არის ეს. მე ვსვამ კითხვას present perfect-ში. Have you ever ridden a horse? პასუხი: Yes, I've ridden a horse. ნებისმიერი შებრუნებული შეკითხვა უკვე იქნება passive. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე თქონდა გამოვვითხოვ ამბავს ისტორიას. ისტორიას ყოველთვის passive ვთქვათ. მაგალითად, really, where did you do that? When was that? პასუხი შესაბამისად იქნება passive-ში, okay? So I did it a couple of years ago in the countryside, მაგალითად. Okay? So, დღეისთვის უგაც იყო present perfect-ის შესახებ, რაც გვინდა თქვენთვის გეთქვა. კითხვების შემთხვევაში don't hesitate to ask.